იცით თუ არა ვინ არის ანზორ კავაზაშვილი? ანზორ კავაზაშვილი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთში მოსკოვის ტორპედოში თუ არ ვცდები და არ ვცდები თამაშობდა წლების განმავლობაში. ის ლევ იაშინი რომ არ ყოფილიყო, იმხანად მთავარი მეკარე და მაგარი მეკარე. საბჭოთა კავშირში ანზორ კავაზაშვილი იქნებოდა პირველი მეკარე საბჭოთა კავშირის ნაკრებისა, 60-იანი წლებია. იცით თუ არა ვინ არის? ოთარ გაბელია, ასე მაგალითად. ოთარ გაბელია დიდი ქართველი მეკარეა, 1991 წელს თასების მფლობელთა თასის მფლობელი. კაცი ფიცხი, მაგრამ ჩვენს კვალობაზე, ქართული ფეხბურთის კვალობაზე, ვინც ის იქნება საუკეთესო მეკარეც კი ყოფილიყო, ოთარ გაბელია, ანზორ კავაზაშვილი მაინც არ არის ქართველი მეკარე, მოდი ასე ვიტყვი. ოთარ გაბელია, ვინც ის იქნება საუკეთესო მეკარეც კი ყოფილიყო, კოტრიკაძეზე მაგარი მეკარეც კი, ცნობილი მეკარეც კი არის ალბათ ასაკვირველია, მაგრამ ოთარ გაბელია დაიჩაგრა, მოდი ასე ვიტყვი, მას შემდეგ რაც ქართულ ფეხბურთში ბოლო ხანებში გამოჩნდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც არათუ ოთარ გაბელია, არამედ სხვების მიჩაგრ-მოჩაგრა საქართველოს მეკარეთა, გოლკიპერთა ისტორიაში. გიორგი მამარდაშვილი ყველა დროის საქართველოს ნაკრები რომ შეადგინო, ყველა დროის საქართველოს ნაკრები რომ ჩამოწერო პირველიდან მე-11 ფეხბურთელამდე, გიორგი მამარდაშვილი ალბათ თავარ მეკარე იქნება, ალბათ ნამდვილად დაიკავებს ადგილს პირველ 11-ში. დანარჩენი 10 ფეხბურთელი კიდევ საკამათოა, მარჯვენა მცველი უნდა იყოს თუ არა, რეზო ზოზუაშვილი ალბათ მაინც უნდა იყოს, მაგრამ იქნება და სჯობდეს მაგალითად ჩამოსწიო მარჯვენა მცველად, ანუ ორ ნომრად თენგიზ სულაქველიძე, იმას ხომ ვერ ამოვაგდებ და თუ ამოვაგდებ, ამ შემთხვევაში ნაკლული იქნება ის ნაკრები. ცენტრში ალბათ ალექსანდრე ჩივაძე და მურთაზ ხუცილავა და კახაკალაძე მარცხნივ ალბათ. დასაკვირველია. კახაკალაძე ბანდიტი როა. როცა პოლიტიკოსი გახდა, ბანდიტად რო იქცა. თუმცა როცა ფეხბურთელი იყო, კარგი ფეხბურთელი იყო, განა არა მიუხედავად იმისა, რომ 2 ავტოგოლი გაიტანა. თან მისთან იტალიის ნაკრებთან. ნახევარდაცვაში ვის დააყენებ? ვიტალი დარასელიას ვაყენებთ. კი, ვიტალი დარასელია მთავარი გოლის ავტორია საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში 91 წლის 13 მაისს კარლცაისთან იენაში რაინშტადიონზე ვიტალი დარასელიამ 97 წუთზე გაიტანა უნიკალური გოლი. თავისთავად უნიკალური გოლი, აღარ ვლაპარაკობ იმ გოლის ისტორიულობაზე. მე გიორგი მამარდაშვილზე უნდა ვილაპარაკო და დღევანდელი ფორმაციის ნაკრებზე, მაგრამ ასეთ მიმოხილვას ვაკეთებ. ვიტალი დარასელია იქნება კი ყველა დროის იქნებოდა კი ყველა დროის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ცოტა საეჭვოც არის შესაძლოა. მე დავაყენებდი პერსონალურად. მაგრამ ბევრის ამოგდება კი მოგიწევს. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ამოგდება, მოგიწევს თუ არა, როცა შენ წინ ყავს მესხი მეტრეველი შოთა არველაძე. თუ 4-3-3-ზე სისტემით თამაშობ. თუ 4-4-2 სისტემით თამაშობ, ვინც ის იქნება შოთიკოც კი ამოვაგდოს კაცმა, მე არ ამოვაგდებდი, მაგრამ მაინც. ნახევარდაცვაში 4-4-2 სისტემით ვიტალი დათოყიფიანი გასაკვირველია. ხო? ჩამშლელი ვინ არის? თენგიზ სულაქველიძეა? მაინც და მაინც იქნება სხვა არის, არ ვიცი. საკამათოა მოკლედ ეს მინდა თქვა, დათოყიფიანი რომ უნდა იყოს ნაკრებში, ეს ფაქტია. ბორის პაიჭაძე უნდა იყოს წინ. ქალბატონები, რომლებიც უყურებენ ამ ვიდეო ბლოგს, შესაძლოა ახლა გამორთავენ. იმიტომ რომ ეს საფეხბურთო სტრატეგია ტაქტიკას განვიხილავს, საერთოდ ყველა დროის საქართველოს, ან ყველა დროის იტალიის, საფრანგეთის, ბრაზილიის, გერმანიის, არგენტინის, ინგლისის ნაკრების შედგენა ცოტა უმადური საქმეა. პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე უფრო მწირი ტრადიციების, ხაზგასმით ვამბობ, ყველაზე უფრო მწირი ტრადიციების ქვეყნის, საფეხბურთო ტრადიციების ქვეყნის ყველა დროის ნაკრების შედგენაც კი ნიგერია არ არის მწირი ტრადიციანი ქვეყანა, მაგრამ ნიგერიის 11-ულს ყველა დროისას გამოარჩევ კი მე ეჭვმეპარება. აღარ ვლაპარაკობ ბრაზილიის 11-ულზე, არგენტინის 11-ულზე. იქ არგენტინაში 2 ფეხბურთელს აქვს სამუდამოდ დამკვიდრებული
ადგილი და აი თავდასხმაში მაგალითად მესის ვინ უნდა შეუწყვილო იქნება ბატისტუტა და იქნება სულაც არ უნდა შეუწყვილო ბატისტუტა და კემპესი უნდა შეუწყვილო თუ ასეა მაგრამ მე ახლა ამ თემაზე არ ვლაპარაკობ მე არ ვლაპარაკობ იმაზე რომ ბრიტანელებს თუ ფრანგებს ესპანელებს თუ ბრაზილიელებს გერმანელებს თუ არგენტინელებს ქართველებს ხავდათ გენიალური ფეხბურთელები მე მეკარით დავიწყე გიორგი მამარდაშვილი ყველა დროის საუკეთესო მეკარია მეთქი ამის თქმა მინდოდა და მინდა და ვიტყვი კიდეც ვიდრე უკეთესი არ გამოჩნდება ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ეს მაგრამ გიორგი მამარდაშვილზეც არ ვლაპარაკობთ ახლა კონკრეტულად ჩვენ მამარდაზე ხო ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ეს მეკარე ჩვენი ამგვარ რამეს წერს 8 საათის წინ 10 საათის წინ ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას რომელიც მხოლოდ მოგებებით არის წერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ვინ დგას გუნდის გვერდში ბოლომდე მე პატივისცემის მიუხედავად გიორგი მამარდაშვილის და ყველა ფეხბურთელის მიმართ რომლებსაც ინდივიდუალურად კიდევ ვუქომაგებთ ცხადია მამარდას ლივერპულში თუ კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში PSG-ში მე პატივისცემის მიუხედავად მაინც უნდა ვთქვა რომ ჩვენ ისტორიას უკვე ერთად აღარ ვქმნით იმიტომ რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და 2 დღის წინაც მქონდა ამ თემაზე ვიდეო ბლოგი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სამწუხაროდ მათივე ბრალია ეს რასაკვირველია უმთავრესად მათივე ბრალია მაგრამ მათზე ბრალეულიც არის ერთი სუბიექტი კონკრეტული ერთი სუბიექტი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები აღარ არის ჩვენი ნაკრები ჩვენ წუხვარ გიორგი მამარდაშვილს მიმართავ თუ ნებისმიერს ვინც ამ პათოსს ამ შინაარსს იზიარებს ჩვენ ერთი გუნდი წუხვარ და აღარ ვართ იმიტომ რომ მიზესთა გამო იმ საფეხბურთო ის ფეხბურთელები რომლებიც კარგები ხართ დღემდე განა არა და რომლებსაც მიგაჩნდათ და მიგაჩნიათ და პოტენციალი გაქვთ და გქონდათ უფრო რომ გარკვეული სამსოფლიო თუ საევროპო წარმატებებისთვის მიგეღწიათ თქვენ უცებ გადასკუპდით სახელისუფლო გუნდში ოღონდ ეს გადასკუპება ფეხბურთელებისა სახელისუფლო გუნდში გამოიხატება რამდენიმე ამბავში მაგრამ განსაკუთრებით გამოიხატება იმაში რომ თქვენ მოქალაქეობა როგორც ასეთი მოქალაქედ ვერ იქეცით ვერ ხართ მოქალაქეები იმ საზოგადოებისა რომელიც ტრიბუნებს იყო შეფენილი იმ ქვეყნის საზოგადოებისა რომელიც ტრიბუნებიდან გქომაგობდა თქვენ მრავალი აქაური საშინაო მატჩის განმავლობაში და იქაც მოგყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ხარც გიჭერდნენ ჩვენ ერთი გუნდი ვართ ხვიროდნენ ადამიანები მაგრამ თქვენმა სამოქალაქო პოზიციამ კი არა სამოქალაქო უპოზიციობამ წუხვარ და განაპირობა ის რომ სულ უფრო ბევრი ნამდვილი კომაგი ნამდვილი გულშემატკივარი აი ისინი მეცხრე სექტორში რომ ისხდნენ ხოლმე ან რა მნიშვნელობა აქვს რომელი ტრიბუნიდან გადევნებდნენ თვალყურს და კომაგობდნენ ისინი სულ უფრო კრიტიკულნი არიან თქვენს მიმართ აი ერთი მათგანი გამარჯობა საქართველო მაშასე ის დაბრუნდა ანუ ტრადიციული გრუზინსკი ფუტბოლი დიახ სამწუხაროდ თქვენ უკვე ხართ გრუზინსკი ფუტბოლის და არა დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმომადგენლები საფეხბურთო ამქარის წარმომადგენლები ხვალზეგ ემანდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კობახიძე ბანდიტმა თუ მისმა ნაჩალნიკმა მთავარმა დამღუპველმა ჩვენი ქვეყნისა მათ შორის ფეხბურთისა უცებ რომ შემოგთავაზოთ უხეშად ვიტყვი ცხადია ნახევარი მილიონი დოლარი თუ ლარი თუ ევრო თუ ავსტრალიური დოლარი და გითხრათ რომ ფუნტი სტერლინგი რომ გითხრათ რომ მოდი იცით ბიჭებო აი ნახეთ რამდენი გადავიხადე სუჯამში 10-12 თუნდაც 20 მილიონი გადავიხადე ერთჯერადად გჩუქლით და თქვენ მიუხედავად იმისა უმრავლესობა თქვენგანს ბევრი დიდი შემოსავალი აქვს საკმაოდ მაგრამ ეს თანხა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი თანხა იქნება ოღონდ ითამაშეთ ახლა მამხანაგური მატჩი რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან თქვენ ამაზე სამწუხაროდ დაყაბულდებით და მერე მოუტრიალდებით ამავე კომაკს და ეთქვით
რომ დაგვიჭირეთ მხარი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვეღარ ვართ, უკვე ვეღარ ვართ, მაგრამ ეს რომ მოხდება, უფრო და უფრო ვეღარ ვიქნებით ჩვენ ერთი გუნდი, ჩვენ აღარა ვართ უერთი გუნდი, იმიტომ რომ იმ ერთმა კაცმა ბიზინა ივანიშვილმა მოსწრა და მოავერანა ყველაფერი, რასაც ერთ გუნდში ყოფნა ჰქვია ნებისმიერ სფეროში, არა მარტო სპორტულში, ეგრა მაგის პასუხია, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საკითხში ჩვენ აღარა გვაქვს თელიანად ქართულ საზოგადოებას სულისკვეთება, იმიტომ რომ ბევრი ახლა ფეხბურთელებს არ ვიბართ, მაინც და მაინც ბევრი დაჩმორდა, დაჩაჩანაკდა, გაუბედურდა, დადუმდა ნებისმიერი სფეროდან მეთქი, ასე ვიტყვი ექიმებს არა აქვთ თულთლად გულახდილები ვიქნებით ის სოლიდარობა, რომელიც უნდა ჰქონოდათ მათ თუნდაც ერთი დაჭერილი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ მასწავლებლებს არა აქვთ ის სოლიდარობა, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ თუნდაც ერთი დაჭერილი, ორი, სამი დაჭერილი პედაგოგის მიმართ. არა აქვს მწერლებს თლად გულახდილები ვიქნებით ის სოლიდარობა, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ დაპატიმრებული მწერალ პოეტების მიმართ. არა აქვს მსახიობებს ის სოლიდარობა, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ რამდენიმე ათეული დაჭერილი თუ ერთეული დაჭერილი მსახიობის მიმართ. მოქალაქეებს, ზოგადად მოქალაქეებს არა აქვთ სოლიდარობა და ფეხბურთელებიც არ ახართ გამონაკლისნი. ამიტომ ეს ყალბია უკვე ჩვენ ერთი გუნდი ვართ. კომაგმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მარცხის შემთხვევაშიც კი დაგიჭერდათ კომაგი მხარს, ნებისმიერი უკაცრავად რუსულისთვის და პაზორნი, ხო სამარცხვინო მარცხის შემთხვევაშიც კი დაგიჭერდათ ნებისმიერი კომაგი მხარს, თქვენ თავად რომ ყოფილიყავით ამ კომაგებისკენ, ანუ უფრო სუსტად რომ ვიყო ქართული საზოგადოებისაკენ და ესაც ავტორი წერს, სწორედ ის უფრო არის ამ ქვეყნისთვის ნორმალური მდგომარეობა, ვიდრე მოულოდნელი და არაფერზე არ დაყრდნობილი გაბრწყინება, რომელიც გაგრძელდა სულ რაღაც ერთი წელი. დიახ, რატომ გაიმარჯვეთ, იცით, რატომ წაიწიეთ წინ უფრო ზუსტი რომ ვიყო ევროპის ჩემპიონატზე, იმიტომ კი არა რომ გიორგი მამარდაშვილი უკეთეს ფორმაში იყო იმხანად და ხვიჩა კვარაცხელი ასევე უკეთეს ფორმაში იყო, არა, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ერთიანობის განცდა ქუჩაში, სადაც ახლაც დგანან დემონსტრანტები, ის ქუჩები იყო სავსე მოქალაქეებით და ისინი ამბობდნენ, ყვიროდნენ, ჩვენ ერთი გუნდი გვაქვს, ჩვენ ისეთები ვიყავით, როგორც ნამდვილი საზოგადოებას გულისხმობ, ნამდვილი საფეხბურთო ქვეყნების, ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის, ნიდერლანდების, ბრიტანეთის და ასე შემდეგ. ისეთივე კომაგები ვიყავით, როგორც ისინი არიან. ერთ სულ ვიყავით გაერთიანებული, ერთი ორგანიზმი ვიყავით და თქვენმა დუმილმა, თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, დაადუმა. კი არა, თქვენგან გარიყა პირველისა, ასე უნდა ვთქვა, კომაგი, მაყურებელი, გულშემატკივარი. ჩემს თაობას ალბათ ახსოვს კამერუნის საოცარი ნაკრებიო, წერს ავტორი, გეტყვით ვინც არის, რომელიც გლეჯდა ყველას და ყველაფერს. სადაა ახლა კამერუნი, ვინის ახსოვს? სწორი შენიშვნა გახსოვთ, სად არის კამერუნის ეროვნული ნაკრები. არა და გასული საუკუნის 90-იან წლებში კამერუნი სად იყო რა, ნიგერია და რა რომელიმე აფრიკული სხვა სახელმწიფო გლეჯდა მართლაც კამერუნის ნაკრები იმხანად როჟე მილა მაგალითად, ხო, ყველაფერს და ყველას, მაგრამ იქაც ჩაყდა ეს ერთიანი სულისკვეთება. მერე იყო საოცარი ნიგერია, მერე განა, სხვადასხვა პირობებში ვსყიდავდნენ პერუ და კოლუმბია, უკვე სამხრეთ აფრიკაში გადავინესვით, არც ერთი ეს გუნდი დღეს არაფერს წარმოადგენს. პერუ და კოლუმბია კი არა, ხო, შეგვიძლია ცხადია გავიხსენოთ 30-იანი, 50-იანი წლების ურუგვაიც კი, რომელმაც ბოლო პერიოდში გაიბრწყინა ერთხელ, ისიც თუ გაბრწყინება ჰქვია, ისიც კი აღარაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ იქაც ჩაკავდა ფეხბურთის სულისკვეთების გარეშე. არც ერთ საფეხბურთო ინდივიდუალურ და არც ერთ უკაცრავად სპორტულ ინდივიდუალურ და არც ერთ სპორტულ გუნდურ სახეობას არ აქვს აზრი. თუ არ უჭერს ერთ ინდივიდს, მნიშვნელობა არ აქვს. ჭადრაკი, მაშინარი, მოჭადრაკი, მაშინარი წარარმატებული, როდესაც მთელი ხალხი არის ამ მოჭადრაკის მხარეს. ხო, როდესაც მართლა გასიგრძე განებული აქვს. იმ მოჭადრაკეზეა დამოკიდებული, რატომ უნდა, როგორ უნდა გაისიგრძე განოს ინდივიდმა ერთმა თუ ინდივიდთა ერთობამ, საზოგადოებამ მისი ხარდაჭერის აუცილებლობა. იგივე მოვიდა საქართველოს ნაკრებს, წერს ავტორი, თენგო გიზაბლუთია მეორეჯერ ვახსენებ ბოლო 2-3 ბლოკში. მას
ზეციდან ვიღაცა უთხრა ახლა თქვენ ცოტა გაერთეთ, მე იგივე ზეციდან უთხრეს კაი აგართო ბაწი გეყოფათ. თავში აუვარდათ ბიჭებს რომ დაინახეს ბავშვები ფორმებით მათი გვარებით, რა მაგარი იყო რა მამართ. ბავშვები ფორმებით თქვენი გვარებით, მაგრამ ეს თუ ვინმე შერჩა ეს მაისურები და ცხადია შერჩა, ხო, ხვალზე ეს მაისურები უკვე მოზველებული იქნება, იმიტომ კი არა თქვენ ლივერპულიდან შენ ლივერპულიდან სხვაგან გადახვალ არა. მაგიტომ არა შეიძლება ლივერპულში დარჩე და იქვე დაასრულო შენი საფეხბურთო კარიერა არა. არამედ იმიტომ რომ ეს მშობელი უკვე აღარ ყიდულობს მაისურს სურგზე წარწერით მამარდაშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის ფეხბურთელი. სპორტის დედისტირება დაიწყო იმის შემდეგ, რაც კობახიძემ თქვა, არ გვინდა არც ღირსება, არც სახელმწიფოებრიობა, არც არაფერი, აგერ გაქვთ სპორტი, თქვლიფეთ და იყავით ბედნიერებიო. მაშინ მახსოვს გამეცინა რა სპორტი, რის სპორტული მიღწევები. დიახ, კობახიძემ ამგვარი რამე თქვა, დროშაო, მამართ, შენ მოგმართავ. მარტო სპორტულ ღონისძიებებზე თუ აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშაო, ხვიჩა შენ მოგმართავ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სხვა არც არის, არც არაფერში არ უნდა იყოს გამოხატული. მე ცოტა ვუტრირებ, ცოტა ვაჭარბებ კიდეც გულახდილად გეტყვით, მაგრამ სულისკვეთება ბანდიტი კობახიძისა იმხანად, ხო, იყო ამგვარი. ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს არის სასჯელი წერს აბლოთია თენგიზი, საქართველოს დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ შავი ჭირისაგან განთავისუფლებისათვის და ბიზინა აოხრებსო მანამდე კი ამას წერს აოხრებს და დააყოფს ყველაფერს რაც მერე წავა და ყველაფერში შევა ეს ვირუსი. ვირუსი სახელად ბიზინა კორონავირუსი ხო გინახავთ? ბიზინა ვირუსი, რომელიც მოსწრავს და მოავერანებს ამ ქვეყანას, მის ყველა სფეროს, სპორტს თავი დავანებოთ. წარმატებულებს მით უფრო ხო დავანებოთ სპორტს თავი ფეხბურთს ასე მაგალითად ან დავანებოთ რაგბის რომელსაც ასევე მოსწრავს მოავერანებს 100 მილიონი კი არა 780 მილიონიც რომ ჩადოს აწი მაინც მოსასწრელად და მოსაკუკებლად არის მოსული ბიზნე ივანიშვილი მთელ ქვეყანაში ჩასაკუკებლად მეთქი ასე ვიტყვი და არა მხოლოდ სპორტის სახეობებს ინდივიდუალურებს მათ შორის არამედ ხელოვნებას რაც ჩვენს იდენტობასთან არის კავშირში მეცნიერებას, რაც ჩვენს იდენტობასთან არის კავშირში. ხელოვნების ნაწილს, მწერლობას, ხელოვნების ნაწილს, მწერლობა პოეზიას, ხელოვნების ნაწილს, აი მუსიკალურ ხელოვნებას, ყველაფერს. ხო თვითონ გონია, რომ აი ასე მაგალითად უყვარს მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ხავს ეს გუნდები კი არა, კარის მომღერლები უბრალოდ შემთხვევაში. ისეთებად გარდაქმნის, ყველაზე ნიჭიერებსაც კი რომ გახედვა აღარ მოგიხდება, მოგიწევს, არ მოგინდება მათკენ. მათ მიერ ამობგერებული ბგერა იქნება, ამოთქმული ბგერა იქნება, ყველაზე საშინელი, ისეთებად ისე მოისყიდის, ყველაზე კარგებსაც კი და უკვე მოისყიდა, თლად, გულახდილები თუ ვიქნებით. ეს რაც გითხარით, სრული სიმართლეა. ამიტომ ნუ არ გვიკვირს რომ ჩვენ დავმარცხდებით სპორტის ნებისმიერ სახეობაში და ჩვენ დავმარცხდებით როგორც სახელმწიფო როგორც სახდელ ბიზინა ივანიშვილს თენგო აბლოთიასი არ იყოს ამ ვირუსს ჩვენ მოვიხდით ერთად და რაც მალე იფხიკავთ ყურებს სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხო მით და რაც მალე დადგებით ქართული საზოგადოების გვერდით მით უკეთესია თქვენთვისვე და ქართული საზოგადოებისთვის და ისტორიისთვის კიდევ რაც უნიშნულოვანესი ისტორია დაახლოებით ასე გახყოფს ვინ იყო ბიზინასკენ ანუ მტრეისაკენ და ვინ არ იყო ბიზინასკენ და ვინ იყო მდუმარე შესაბამისად ვინ იყო ბიზინასკენ თავისი დუმილით ახლა ერთი ინფორმაციაც ბარემ გეტყვით დადასტურებული ინფორმაცია არ არის ეს ერთის მხრივ მაგრამ წყარო რომელმაც მომაწოდა ეს ინფორმაცია როგორც წესი სიმართლეს ამბობს ხოლმე ყოველ შემთხვევაში მის მიერ მოწოდებული აქამდე ინფორმაციები ჩემთვის არასოდეს არ გამტყუნებულა ხო არასოდეს გადაჭარბებულიც კი არ ყოფილა მოკლედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს აქ შემოთავაზება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშოს დასანქცირებული რუსეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ტურნირის ფარგლებში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ელაპარაკება DST-ში შემავალი რამდენიმე სახელმწიფოს სხვა უკრაინა არა იმიტომ DST-ში არც არის მაგრამ DST-ში შემავალი რამდენიმე სახელმწიფოს საფეხბურთო ფედერაციებს ფეხბურთის ფედერაციებს და ეს ფურცელი ეს ოფერი უკაცრავად სიგარეტი გამოვაჩინე
ეს სოფერი დევს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სამუშაო მაგიდას. ლევანს კობიაშვილს გააზიარებული აქვს ინფორმაცია ამის თაობაზე კახი კალაძესთან, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით და კახი კალაძეც ვერ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერთან შეთანხმების გარეშე და პრემიერიც ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ბიზნესთან შეთანხმების გარეშე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელაპარაკობ. ხო, ანუ ვერ ეუბნებიან რომ ხო ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ამ რაღაც მინი ტურნირში, თქვა 4 გუნდიანში, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. რამდენ გუნდიანი, ვიცი რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის არის შეთავაზება, დანარჩენი 2 გუნდი უნდა იყოს, ამდენად ხვდები ერთი ყაზახეთი იქნება უთუოდ და მეორე რომელიმე სხვა საფეხბურთო ქვეყანა, არა საფეხბურთო ცენტრალური აზიის ქვეყანა. ხო და ეს ოფერი არის. კობიაშვილი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კალაძე კობიაშვილთან ერთად ვერ მიიღებს, კალაძე კობიაშვილი კალაძესთან და კობახიძესთან ერთად ვერ მიიღებს, დინარაძე და პაპუაშვილიც რომ ჩართონ და კიდე ვოლსკი რომ მიუსვან როგორც ფეხბურთის დიდი კომაგი და აღარ ვლაპარაკობ, ხადაობ ცხადია, სოზარ სუბარზე, ისიც რომ იყოს ამ შვიდეულში შეერთიანებული, აკი არის კიდე ხშირ შემთხვევაში ისიც ვერ მიიღებს. აი ხა თონინო წილოსანს კითხავენ 8 თუ გახდება ან 9 ჭიჭინაძე როა ის დეპუტატად წოდებული იმის ჩათვლით და ასე შემდეგ, მოკლედ 99-ვე რო შეიგრიბოს და 12 მინისტრი რო დაურტო ბატონ ზემოდან ვერ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ბიზნესამდე ეს გადაწყვეტილება ატანილი ჯერ რამდენადაც ვიცი არა აქვთ. ვაიდა აიტანეს, ანუ გაბედეს, იმიტომ რომ მოსკოვიდანაც ფუშინგია და მოსკოვი იმასაც ეუბნება მაღალი ალბათობით, რომ ჩვენც გავალთ ამ ბიზნესზე კაცო, ჩვენც ვეთყვით. ეს ხო ესეთი მოსული ამბავია, რომ აი თქვენ თუ ვერ უბედავთ, თქვენ ჩმორებო, ბიზნეს ჩვენც ვეთყვით. ამათ ეჭვიც აქვთ მართლა რომ ბიზნეს თავად რუსეთის მოსკოვიდანაც ეთყვიან. და არა ეკავს ვინმე ფეხბურთის ფედერაციის არც ვიცი რა გვარია. თავმჯდომარე და მიზინა გრიგოლევიჩ, здравствуйте, ეთქვის და ეს მიზინა გრიგოლევიჩ ეთქვის, რომ почему бы и нет, обсудим. ასაგვირველი. მოკლედ, იმათ ხელი არ წაგიცდით. ფეხბურთის ფედერაციას მიმართავ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას ხელი რო წაუჩდება და ფეხიც, ტვინიც და კიდე ფულის და მოპოვების სურვილიც, ხო? უსხო ქვეყანაში უნდა იყოს ბარემ, აქვე ვიტყვი რომ საქართველოში ეს ტურნირი არ უნდა გაიმართოს ამბოფერის თანახმად. მაღალი ალბათობით ცენტრალური აზიის სახელმწიფოში, ყაზახეთში. მაგრამ კარგით, გავარებოთ ამას თავი. ბიზნესამ ემან თანხმობა რომ მისცეს, ემან ფეხი არ წაგიცდეთ. მამართ. ისედაც ხო განულებული ხართ, გაერთებული ხართ და სრულიად განულდებით ამ შემთხვევაში. აი ეს არის ჩემი აზრი. თუმცა ფუშინგი ეგრეთ წოდებს, ეწოლა ეგრეთ წოდებული კი არა ნამდვილი. ბიზნესგან იქნება და არა მხოლოდ თქვენი ინდივიდუალური მოსყიდვა, პირდაპირ კი არ დაგემუქრებათ ახლა გაჭყლეტვით. არამედ სულს გაგიჭყლიტავთ. ისედაც გაჭყლეტილი ეს სული სამწუხაროდ. გაქვთ ინდივიდუალურად გიქომაგებთ, კაცო, რა მაგარ სეივებს გააკეთებ, მამართ ეს კარგი ამბავი იქნება, როცა მაგარ სეივებს გააკეთებ ლივერპულის შემადგენლობაში. ნახვამდის.